რა თვისებებით ხასიათდება მიმზიდველი ადამიანი? მსგავს თემაზე მქონდა ვიდეო, რომელიც ძალიან მოგეწონათ და გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო. რას ნიშნავს მიმზიდველი ადამიანი? ადამიანს, რომელსაც გამოვარჩევთ, ხო? პირი, რომელიც გამოირჩევა მასისგან. არაფერი აქვს განსაკუთრებული, მეორე მხრივ კიდე ყველაფერი განსაკუთრებული აქვს. მოდი იყოს იმ ვიდეოს გაგრძელება. და ვთქვათ, პირველი, ეს არის, რომ როგორ თქვა, ყველა თვითონ აშენებს საკუთარ რეალობას. მიმზიდველ ადამიანებს აქვთ საკუთარი ცხოვრება. რას ნიშნავს ეს? მიმზიდველ ადამიანებს აქვთ საკუთარი ინტერესები და აქტიურობები. მოკლედ, ნებისმიერი რამ, ოღონდ ეს მისია. ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სხვისგან, მას აქვს ისევ იმეორებს საკუთარი ცხოვრება. ის ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებით და არა სხვების ცხოვრებით. ასეთმა ადამიანებმა ძალიან კარგად იციან რა უნდათ, ასევე ძალიან კარგად იციან რა არ უნდათ. და ეს ნამდვილი ფუფუნებაა ადამიანმა, რომელმაც იცის რა უნდა და ადამიანმა, რომელმაც იცის რა არ უნდა. ჩვენ უმეტესად ვიცით რა არ გვინდა. შესანიშნავად ვიცით რა არ გვინდა, მაგრამ რა გვინდა ხოლმე ამაში ზუსტად არასდროს არ ვიცით თითქმის რა გვინდა. და ადამიანები, რომლებიც არიან გამორჩეული, მიმზიდველი ხალხი, მათ ძალიან კარგად იციან რა უნდათ და ზუსტად ეს არის ასევე მათი სიძლიერე, ზუსტად ეს ქმნის მათ ცხოვრებას, ასე ვთქვათ. ასევე მეორე, მიმზიდველი ადამიანი არ ექცევა სხვისი ემოციის გავლენის ქვეშ. ერთის მხრივ უნდა ვთქვა, დიახ, ჩვენ ადამიანები ვართ ემოციური არსებები და ვექცევით სხვა ადამიანის ემოციების გავლენის ქვეშ. აქ ლაპარაკია, აი მაგალითად თუ ვიღაცამ გალანძღა, გამოთათხა, ასე ვთქვათ, ძალიან მიყვარს ეს სიტყვა, ის ამას არ მიიწერს საკუთარ თავზე. რატომ? იმიტომ რომ მისი თვითღირებულების განცდამ თვითღირებულება საკმაოდ მაღალია, საკმაოდ ნორმალურია, ადეკვატურია. ასევე თუ მას ვინმე ძალიან შეაქებს და ეტყვის, რომ მისნაირი ჯერ არ დაბადებულა, ასეთი ადამიანი გადაიხდის მადლობას უბრალოდ და მეტი არაფერი და არ დაიჯერებს იმას, რომ ახლა მისნაირი ჯერ არ დაბადებულა. მოკლედ, ემოციის არ მოექცევა სხვა ადამიანის გავლენის ქვეშ, ანუ სხვა ადამიანისგან წამოსული ემოციები, შეფასებები მის ვერც მაღალ შეფასებას ვერ მოახდენს და ვერც დაბალ შეფასებას. რატომ? იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის როგორია თვითონ, რა უნდა, ვინ არის საერთოდ თვითონ და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი. მიმზიდველ ადამიანს ძალიან კარგად შეუძლია ზღვარის გავლება. რას ნიშნავს ეს? მას შეუძლია ძალიან კარგად ილაპარაკოს, თუ რაღაცები არ მოეწონა და ასევე გავლოს ზღვარი, მოქმედებაში აჩვენოს ეს სხვა ადამიანს და ასევე მას ძალიან კარგად შეუძლია არას თქმა, ისევე როგორც კის თქმა. ხო? ეს არის ერთი შეხედვით ძალიან მარტივი თვისებები და მეორეს მხრივ ძალიან შთამბეჭდავი თვისებები, რომელიც ადამიანს გამოარჩევს მრავალი სხვისგან.